სტამბოლში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. გორამოდიშარია ქალაქში თურქი კოლეგის მიწვევით ჩავიდა. აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე განხილული იყო მონაწილე ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირები. სტამბოლში მიმდინარეობს აბრეშუმის გზის ყოველწლიური მეათე საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას ღებულობენ აბრეშუმის გზის სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი დარგობრივი მინისტრები. აღნიშნული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრი, რომელმაც ისაუბრა აბრეშუმის გზის კულტურულ განზომილების შესახებ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც აბრეშუმის გზის ჩარჩოებში მიმდინარეობს. საინტერესო მოხსენებები გააკეთეთ მათ, მივიღეთ ჩვენს მონაწილეობა, ვისაუბრეთ კულტურაზე, ეკონომიკაზე, იმ მნიშვნელობაზე თუ როგორ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მაგისტრალები, საქართველოს რამდენჯერმე იყო ხსენებული და ამიტომაც იყო განსაკუთრებული ჩვენთვის ეს შეხვედრა.